შიიტური სამყაროს ლიდერად ირანი გამოდის და სუნიტურის ლიდერობაზე პრეტენზია აქვს როგორც საუდის არაბეთს, ისე თურქეთს. საუდის არაბეთს, იმიტომ რომ იქ წმინდა ადგილები, მექა, მედინა საუდის არაბეთს დიდი ფული გააჩნია ამავე დროს და შეუძლია ბევრი რამის, ასე ვთქვათ, დაფინანსებას სუნიტურ სამყაროში. მათ შორის ბევრი არაბული ქვეყანა უყურებს, როგორ მოიქცევა საუდის არაბეთი და თვითონაც იმ პოზიციას იკავებს ხოლმე. მხედველობაში მაქვს აქ არა მხოლოდ ყურის არაბული ქვეყნები, პატარა ქვეყნები, რომელიც ბუნებრივია, რომ დიდ ძმას შეხედავენ და მას მიბაძავენ, არამედ მხედველობაში მაქვს იგივე ეგვიპტეც, რომელიც ორ კონტინენტზე მდებარეობს, ყველაზე დიდი არაბული ქვეყანა არის მოსახლეობის თვალსაზრისით, იქ მდებარეობს არაბული ქვეყნების ლიგის შტაბ-ბინა და ასე შემდეგ. მაგრამ ეკონომიკური დამოკიდებულების გამო, რომელიც მას აქვს საუდის არაბეთს უყურებს ხოლმე ისიც, მაგრამ აქ არის კიდევ თურქეთი, რომელზეც წეგანაც ვახსენეთ, რომ სუნიტური სამყაროს ლიდერი იყო საუკუნეების განმავლობაში და ახლა როდესაც ერდოღანი უფრო მეტად კონსერვატიულია და უფრო მეტად აქტიური არის საგარეო პოლიტიკაში, თურქეთსაც აქვს ლიდერობის, სუნიტური სამყაროს ლიდერობის, ასე ვთქვათ, სურვილი.